მსგავსი თვალთვალი და რაც მთავარია კამერის მიახლოება პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. შესაძლებელია არა მხოლოდ პირის იდენტიფიცირება, არამედ ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც სამართალდარღვევასთან კავშირში არ არის. იურისტების შეფასებით საქმე გვაქვს პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ. სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვება დამუშავებასთან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ უკვე იკვლევენ ამ ფაქტს. ვისაუბრებთ, რა ითვლება პერსონალურ მონაცემებად და რატომ არღვევს რეჟიმი ამ შემთხვევაშიც კანონს. პირდაპირ ეთერში საიას იურისტი შორენა ლოლაძე ჩაგვერთვება ახლა და შემდეგ უკვე გადავალთ სტუმრებთან, რომლებიც გვერდებიან სტუდიაში. მოგესალმებით, ქალბატონო შორენა. მოდით პირველ რიგში იმ დარღვევაზე ვისაუბროთ, რაც გუშინ საიამ გამოაქვეყნა. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. უშუალოდ საკითხს, რომელზეც ასაუბროდაც პრინციპში ვართ დღეს შეკრებილები, შეეხება თქვენ სავსებით სწორად აღნიშნეთ იმას, რომ საქმეთა სამინისტრო მათ შორის 112-ის დახმარებით ამუშავებს ძალიან დიდი მოცულობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს. საუბარია შემთხვევასთან, როდესაც იმ კამერების მეშვეობით ხდება ჩანაწერების დამუშავება, რომლებიც იღებს რუსთაველის ტერიტორიაზე არსებულ შეკრებებს, მანიფესტაციებს, მარშებს, მოკლედ ყველაფერს, რაც სამშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში მიმდინარეობს ყოველდღიურად რუსთაველის ტერიტორიაზე. კონკრეტული შემთხვევა და დარღვევა, რომელიც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე დღის წინ და გუშინ საზოგადოებას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, შეეხება შემდეგს. ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის ფარგლებში, რომლის დროსაც ვიცავდით ჩვენ რიგით მოქალაქეს სასამართლოში, საქმის განხილვის პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოგვიდგინა საკმაოდ ვრცელი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ასახავს იმ კონკრეტული დღის მოვლენებს, რომელ დღესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უნდა დაჯარიმდეს გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო. აღნიშნული ჩანაწერები, რა თქმა უნდა, ჩვენ სულად გავეცანით საქმეზე მუშაობის პროცესში და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლები, კონკრეტული თანამდებობის პირები, აი ამ კამერის მონაცემებს ამუშავებენ არა მხოლოდ იმ მოსულობით და იმ მიზნით, რომ ამოიცნონ კონკრეტული პირები, რომლებიც არიან პოტენციური სამართალდამრღვევები, კონკრეტული ადმინისტრაციული გადაცდომებისთვის, არამედ ისინი ფაქტობრივად ჩვენი მოსაზრებით ლაივ რეჟიმში უყურებენ ადგილზე არსებულ ვითარებას და განვითარებულ მოვლენებს და უფრო მეტიც ინტერესდებიან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც არ არის კავშირში ცალკეულ ადმინისტრაციულ გადაცდომებთან. შემთხვევა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ პროცესებზე, ამ ვიდეო მასალებს სამხილად. დიახ. სასამართლოში განხილვების დროს, არათუ ხშირად, არამედ ყველა შემთხვევაში, აი ამ ვიდეო კამერის ჩანაწერებს წარადგენს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც მტკიცებულებად და ასევე ფოტოებს, რომლებიც სწორედ აი ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე არის გაკეთებული. სასამართლოც ცხადია სამწუხაროდ ამ მტკიცებულებებს მიიჩნევს როგორც კანონიერ მტკიცებულებებს და სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ხდება კონკრეტული პირებისთვის ჯარიმების დაკისრება. ასევე თუ შეიძლება ერთ საკითხს დავაზუსტებ და დავასრულებ წინა შეკითხვაზე პასუხს, ჩვენ შემთხვევა, რომელზეც ვისაუბრეთ, არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს არის სხვა შემთხვევები, რომლებიც აღბეჭდილი არის სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტობრივი გარემოებები. შემთხვევა, რომელზეც ჩვენ გუშინ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ, ეხება ერთ რიგით მოქალაქეს, რომელსაც ხელში უჭირავს გარკვეული მასალები, ან პირადი ფურცლები, რომლებზეც გარკვეული სახის ინფორმაცია არის დატანილი, რასაც არავითარი არის შემხებულობა არ აქვს რაიმე სამართალდარღვევის შემთხვევასთან, მოქალაქე დგას ძალიან მშვიდად, წყნარად, უკვე მას შემდგომ, რაც გადაკეტილია რუსთაველის
გამზირი კითხულობს გარკვეულ ჩანაწერებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად ინტერესდება ამ დოკუმენტების შინაარსით და როგორც უკვე ჩვენ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, ამ კამერების პარამეტრები და მათ ტექნიკური მონაცემები იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ მოხდეს ძალიან მაღალი სიზუსტით მიახლოება ამ კადრების და ფაქტობრივად სამართალდამცავ უწყებას აძლევს შესაძლებლობას წაიკითხოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის პირად მობილურ ტელეფონებში არსებული ინფორმაციებს კი თუ ადამიანი დგას უბრალოდ აქციაზე და უყურებს ტელეფონის ეკრანს, ამ შემთხვევაში ამის დანახვაც სამწუხაროდ ძალიან კარგად მაღალი გარჩევადობით შეუძლია. სწორედ ამ კადრს უყურებს ახლა მაყურებელიც ტელევიზორში თქვენ რო საუბრობთ სინქრონში მიმდინარეობს ეს კადრები. ახლა უნდა გკითხოთ ის რომ თქვენ მიმართეთ ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რა მოლოდინები გაქვთ, რა სალოდებით მათგან? კი ბატონო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ სამსახურს ჯერ კიდევ დაახლოებით 1 თვის წინ, უბრალოდ თვეზე მეტის წინ თებერვლის თვეში მივმართეთ ამ სამსახურს და მოვითხოვეთ, რომ აღნიშნულ უწყებას შეესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს და 112-ის მხრიდან აი ამ დოზით და ამ ფორმით ზოგადად პერსონალური მონაცემების დამუშავება. სამწუხაროდ მოგვიანებით ჩვენ ამ სამსახურმა გვიპასუხა, რომ ჩვენი განცხადების საფუძველზე ვერ დაიწყებოდა ინსპექტირება, ვერც გეგმიური და ვერც არაგეგმიური, იმიტომ რომ საია არის ის სუბიექტი, ვისაც ჰქონდა უფლება-მოსილება, რომ აღნიშნული მიმართვა გაეკეთებინა. საია ამ განცხადების ავტორი იყო არა იმიტომ, რომ საიას პერსონალური მონაცემები დაამუშავა კონკრეტულმა უწყებამ, არამედ საიამ იმიტომ მიმართა აღნიშნულ უწყებას, რომ მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ უკვე მანამდე დეკემბრის ბოლოდან თებერვლის 10 თებერვლამდე დაუგროვდა ორგანიზაციას ჩვენი ბენეფიციარების საქმეებზე მუშაობის პროცესში. თუმცა საბოლოო ჯამში ამ სამსახურმა ჩვენ გვიპასუხა, რომ დაწყებული არის შემოწმება, როგორც სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებების, ასევე 112-ის მოქმედებების, თუმცა ამ დრომდე ჩვენ არ გვაქვს პასუხი, მაგრამ დამატებით ჩვენ რატომაც გუშინ კიდევ ერთხელ მივმართეთ ამ უწყებას, ამ საჯარო პრესკონფერენციის ფარგლებში იყო ის, რომ ეს დამატებითი გარემოება არის, ჩვენ ამ ტიპის და ინფორმაციის დამუშავებაზე მანამდე არ გვქონდა კონკრეტული მტკიცებულება. ამიტომ ეს არის ბევრად უფრო მძიმე ხასიათის დარღვევა ჩვენი შეფასებით და ჩვენი მოხაზრებით და შესაბამისად აი ეს გარემოებაც უნდა იქნეს მიღებული ამ სამსახურის მხრიდან ძალიან დეტალურად შესწავლილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებთ, რომ ამ სამსახურმა შეისწავლოს ძალიან სიღრმისეულად აღნიშნული გარემოებები და მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რაც ფაქტობრივად კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს და უკვე ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ აღნიშნული უწყებები შეწყვეტენ ამ მოცულობის და ამ თვალ ძალიან დიდი მადლობა შორენა, მადლობა ძალიან დიდი შორენა ლოლაძე, საიას იურისტი იყო ჩვენი სტუმარი ჩართვით, მადლობა. ახლა კი სტუდიაში გადმოვინაცვლებთ ჩვენს რესპონდენტებთან ლონდა თოლორაია, კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი და ბექა ბერიძიშვილი, ლაზერის ბიჭი არის ჩვენთან ერთად. ლონდა, თქვენით დავიწყოთ. პირველ რიგში გითხარით განუმარტოთ მაყურებელს თუ რას ნიშნავს პერსონალური მონაცემები. და რაზეც ულომის უფლება აქვს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. პერსონალური მონაცემები არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება ჩვენ გვეხებოდეს. რითიც შესაძლებელი არის ჩვენი იდენტიფიცირება და მათ შორის პერსონალური მონაცემებია ვიდეო კამერების საშუალებით ჩაწერილი ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილები ვარ ჩვენი სახით, მახასიათებლებით და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოში გვაქვს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, სადაც გაწერილი არის ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პერსონალური მონაცემების დამუშავება. თუმცა დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს რეალობა, როდესაც ეს კანონი, რომელმაც ასევე ვიტყვი იმასაც, რომ 2023 წელს მიიღო ამ პარლამენტმა ახალი კანონი და რიგ ნაწილში გაუარესა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა, იმიტომ რომ სახელმწიფო უწყებებს ხელში მისცა იმაზე მეტი ბერკეტები, ვიდრე წინა კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო. და ჩვენ ამ შედეგებს შეიძლება ითქვას, რომ ახლა ვიმკით, იმიტომ რომ საჯარო უწყებები მართლაც განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობენ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში და განსხვავდებიან, ანუ კერძო სექტორს ბევრად მაღალი სტანდარტი დაუწესა კანონმდებელმა, ვიდრე საჯარო უწყებებს.
ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც ჩვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენება ტოტალურად საჯარო უწყებების მიერ. ეს ვნახეთ ჩვენ არჩევნების დროსაც, როგორ გამოიყენა ხელისუფლებამ პერსონალური მონაცემები ყველა უწყებაში არსებული ბაზები იმისთვის, რომ ეკონტროლებინა ამ მომრჩევლების ნება და ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს განსხვავებული ადამიანების დევნა სწორედ პერსონალური მონაცემების გამოყენებით. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს, რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, ადმინისტრაციული დარღვევების აღკვეთის მიზნით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, აქვთ ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამისი მიზანი უნდა იყოს დანაშაულის აღკვეთა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არც ერთ შემთხვევაში განსხვავებული ადამიანების დევნა, დასჯა და ასე შემდეგ. სხვადასხვა კარგი მხარეც აქვს ამ კამერების არსებობას და პერსონალური ინფორმაციის მოპოვებას იმ შემთხვევაში თუ პოლიციელი არღვევს კანონს შესაძლებელია რომ ამ კამერამ ისიც აღიქვას ხო ჩვეულებრივად და იდენტიფიცირება მოახდინოს ხო თქვენ ამ ხრივაც გაქვთ გამოცდილება და საინტერესოა იმ დროს როცა პოლიციელი არღვევს კანონს მაშინაც მუშაობს თუ არა კამერები ხო მე ვინც არიცით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი და ასევე იმ სამსახურის ხელმძღვანელი რომელიც იძიებდა პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს სამწუხაროდ როდესაც ჩვენ ვითხოვდით ვიდეო სათვალთვალო კამერებს პოლიციელების დანაშაულის გამოვლენისათვის აღმოჩნდებოდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერები რომელიც არის პარლამენტის წინ სადაც საპროტესტო აქციების დროს იყო ეჭვი რომ პოლიციელმა გამოიყენა არაპროპორციული ძალა აღმოჩნდებოდა რომ ეს კამერები გამორთული იყო ეს კამერები დაზიანებული იყო ეს კამერები არ მუშაობდა და ასე შემდეგ დღეს ჩვენ ვხედავთ რომ კამერები მუშაობს მაშინ როცა სახელმწიფო აპარატს იგი ჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დასასჯელად, მაგრამ როდესაც ეს ჭირდება პოლიციელთა დანაშაულის გამოსავლენად, ეს კამერები არ მუშაობს. სახის ამომცნობის სისტემებზე ვიტყვი ზოგადად. ზოგადად ესეთი ტოტალური კონტროლი ადამიანების თვალთვალი არის, რა თქმა უნდა, დამახასიათებელი ავტორიტატული სახელმწიფოებისათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც კეთილშობილურ მიზანს ემსახურება ზოგადად ვიდეო თვალთვალი, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ როდესაც ვიდეო თვალთვალი ემსახურება იმას, რაზეც მაგალითად აგერ საიას იურისტიც გვეუბნებოდა, რას კითხულობენ ეს ადამიანები, ტელეფონში რა პროგრამები აქვს ჩაწერილი და როდესაც ვიდეო სათვალთვალო სისტემა შენ იმიტომ კი არ ნახულობ, რომ კონკრეტული დანაშაული გამოავლინო, არამედ უთვალთვალებ კონკრეტულ ადამიანებს ზუსტად იმიტომ რომ მათი ქცევები აკონტროლო, ეს რა თქმა უნდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისი არ არის. და კიდევ ერთი საკითხი, მონაცემთა დაცვის სამსახური. არ ვიცი რატო დაიწყო მონაცემთა დაცვის სამსახურმა თებერვალში ამისი შესწავლა, ისიც საიას მიმართვის საფუძველზე. მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელმაც მონაცემთა დაცვის სამსახურს Facebook-ის საშუალებით, მათ შორის მიწერა, რომ მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათვალთვალო ვიდეო სისტემების დაყენება და ამაზე ხალხი სოციალურ ქსელში აქტიურად წერდა და რა იცოდა ამის შესახებ სამსახურმა და კანონის შესაბამისი რეაგირება მოეხდინა ამ ფაქტზე. რატო არ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა გაცილებით ადრე, რატო არ შემოჰკრა განგაშის ზარი, მაშინ როცა ამაზე პირველი ნიშნები გაჩნდა სოციალურ ქსელში, ვერ გეტყვით, ნუ არ დაიწყო, იმიტომ რომ ეს სამსახური როგორც წესი არასოდეს არ აკეთებს განცხადებებს, შეფასებებს, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგო და მე დარწმუნებული ვარ, ამ რცამ გადაწყვეტილებით არ გვეტყვიან რაიმე ახალს. და კიდევ ერთი საკითხი. როცა მონაცემთა დაცვის საზრდამხედველო ორგანო იღებდა გადაწყვეტილებას და ავალებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული ქმედებების განხორციელებას იმისთვის, რომ ვიდეო სათვალთვალო სისტემები ყოფილიყო წესრიგში, ჩვენ მქონდა მაგალითად რეალობა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნებოდა, რომ მე ამ დავალებას არ შევასრულებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დავალების შესრულება იყო სავალდებულო. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც რა დავალებაზე იყო საუბარი. მაგალითად ჩვენ მივეცით ესეთი დავალება ვიდეო სათვალთვალო სისტემებზე. ეხლა არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგრამ 2022 წლამდე არ აღირიცხებოდა შესრულებული მოქმედებები. ანუ ვინ შევიდა, ვინ ნახა, ვინ დაათვალიერა, ვინ გადმოწერა, ხომ არა ვინ წაშალა არასასურველი ვიდეო ჩანაწერები. აი ამაზე დავალება მივეცით, რომ შექმენით ისეთი ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ამისი აღრიცხვა იყოს შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გითხრა, რომ ეს დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან და ამას ვერ გავაკეთებთ. რეალურად ეს დიდ ფინანსებთან დაკავშირებული არ იყო, მაგრამ თუნდაც ყოფილიყო, ჩვენ შევხედეთ, რომ დიდი ფინანსები
ფინანსები, მისთვის პრობლემა არ არის, როცა საქმე ეხება ჩვენს თვალს, განსხვავებული აზრის გამო, პოლიტიკური შეხედულების გამო, ამიტომ ფინანსებზე არ იხევს ხოლმე ეს ხელისუფლება უკან, როდესაც მისი ინტერესების გატარებას და მისი რაღაც აი ამ საქმეების განხორციელებას ეხება საქმე. ბექა თვალთვალზე თქვენც უნდა გკითხოთ აუცილებლად თქვენ ხართ ჯგუფი რომლებსაც აქციებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუხტი შემოაქვთ გულისხმობ პარლამენტის შენობაზე ლაზერების გამოჩენას, ხო? როგორც ვიცი, სამჯერ დაგაჯარიმეს, ეს ფაქტი რო გავიხსენოთ, მოუყვეთ და ხორციელდება თუ არა თქვენ მიმართაც თვალთვალი? მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ხო, ანუ ჯერ კიდევ 2019 წლიდან ვარ ჩართული ამ პროცესში აქტივიზმში და 2020 წლიდან უკვე ძლიერ საქართველოს გუნდის წევრი ვარ და ნუ რაღაცა იყო სახლთან დახვედრები, იყო თვალთვალიც მათ შორის იყო რაღაცა ხალხის მოგზავნა ამ ბოლო აქციების პერიოდში, როდესაც ჩვენმა მეგობარმა თავიდან დაიწყო ლაზერის მინათება, ცოტა მოკითხოთ ის. ახალი წლის მერე გადავიბარეთ ეს საქმე ჩვენ და როცა მივანათეთ პირველად მართლა ძალიან დიდი მუხტი წამოიღო და მივხვდით ამ ლაზერის რაღაცა როლს ამ პროტესტის მიმდინარეობაში. პროტესტის მე-100 დღეს, თუმცა ჯარიმაც პირველივე დღეს მოგვივიდა 2000 ლარიანი, სამივე ჩვენთაგანს, ვინც ვანათებდით. რა იყო მიზეზი რისთვისაც დაგაჯარიმეს? იქ წერია ესეთი რაღაც ღამის 2 საათზე მოვიდა 3 პოლიციელი და გადმომცეს ფურცელი, სადაც წერია რომ მე გამოვიყენე აკრძალული ნივთი ლაზერი, რომელიც რაღაცა ეთქობა დისკომფორტს უქმნის და ფაქტია პროექტის მე-100 დღეს მოგვიწყეს რაღაცა სპეცოპერაცია ჩასაფრება, როდესაც სახლში ბრუნდებოდით უკვე გაგვაჩერა პოლიცია მანქანა ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი როლზე, ანუ საჭესთან და მათ საბუთები მოითხოვეს, დაახლოებით 9 საათის მერე, ანუ არ აგვიხსნეს რატო გვაჩერდნენ, 9 საათის მერე რაღაც რამდენიმე ეკიპაჟი დაემატა და ყველას ჩამოგვართვეს საბუთები, გადაგვანაწილეს მანქანაში, გაჩხრიკეს მანქანა, გადაგვიყვანეს განყოფილებაში და ამ დროის განმავლობაში ვერ გვეუბნებოდნენ რა ხდებოდა, რის გამო გაგვაჩერეს, რა უნდათ საერთოდ. ანუ როცა გკითხეს რამე კანონ დარღვევა, ან კანონ დარღვევი ნივთი ხო არ გაქვთ მანქანაში, ვერ წარმოვიდგინეთ რომ ლაზერზე იყო საუბარი, თუმე ლაზერს ეძებდნენ და რო გადავიყვანეს განყოფილებაში, გამოძიებლებმა აგვიხსნეს რომ ჩვენ ვიყენებდით ამ ნივთს და ეს ნივთი ჩამორთმეულია, დაპატიმრებულია, ესე რომ ვთქვათ და დამიწერეს კიდევ ერთი 2000 ლარიანი ჯარიმა. დაახლოებით მეორე დღეს ამ 2000 ლარიანი ჯარიმიდან დამირეკა გამოძიებელმა და ეხა 5000 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს. მოკლედ მათი გადაკეტვაზე უკვე მათი კამერა სამხილები თუ აქვთ თქვენს წინააღმდეგ, მაგალითად თუ გაჩვენეს აი ამ ვიდეო კამერებით დაფიქსირებული თქვენი თავი. სამხილები კი არა, არაფერი არ აქვთ რეალურად. დაახლოებით ხო გეუბნებით 2 საათი პოლიციელებს და გამოძიებლებს ვეკითხებოდი რაზე მიჭერთ, ან ადვოკატთან დამარეკინეთ, ხომ აქ ერთი ზარის უფლება, ანუ ყველაფერზე უარს მეუბნებოდნენ, ერთადერთი წყალი შემომთავაზეს და 2 საათის განმავლობაში ვერ მეუბნებოდნენ რატო დამიჭირეს. თვითონაც ბოდიშს მიხვდნენ, ძალიან უხერხულად იყვნენ, ხვდებოდნენ რომ რაღაც იმას არაკეთებდნენ, რის გამოც მუშაობენ ისინი პოლიციაში, მაგრამ ხო რა იქ არის რომ პოლიცია იმის მაგივრად რომ კრიმინალს ებრძოლოს და ამ რაღაცა გადაცმულ ზონდერებს ებრძოლოს, რომლებიც რაღაც გაურკვეველი. ანუ მუდმივად თვალთვალის ობიექტი. მუდმივად თვალთვალის ობიექტები ვართ, სახლთან ხვდებიან, რაღაცა ჩვენ გადაადგილებას აკვირდებიან და ამ რაღაცა რეალურად კრიმინალთა ბრძოლის მაგივრად ებრძვიან იმ ადამიანებს, რომლებიც გაუტეხლად გან რუსთაველზე იბრძვიან თავის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ნუ ყველა ბრძოლობენ, ჩვენ მაინც არ გავწყდებით, ამიტომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიდეთ. მადლობა ლონდა. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ, როგორ შეიძლება ადამიანმა იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის, თუ კი ესეთი ფაქტის წინაშე დადგება? ორ საკითხს ვიტყვი, სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე გადავალ. პირველი, წარმოდგენილი ფოტოები, რომელიც დევს ადმინისტრაციული საქმის მასალებში, დევს სისხლის სამართლის საქმის მასალებში და საგამოძიებო უწყება გვიმტკიცებს, რომ ეს არის ლონდა თოლორაია, ეს არის ვიღაც კონკრეტული პირი.
ერთი არ ჩანს პროცესი, ანუ საიდან გავიდა საგამოძიებო უწყება აი ამ კონკრეტული პირის სახელსა და გვარზე, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა მონაცემთა დაცვის კუთხით, იმიტომ რომ არ არის ეს პროცესი გამჭვირვალე. მაგალითად, ერთ-ერთი პირის საქმეში ერთ-ერთ პირს ედავებიან გზის გადაკეტვას, მაშინ როცა რეალურად ეს პირი კი არა, რეალურად ამ დღეს აქციაზე იყო მისი და, რომელიც ასევე ტროტუარზე იდგა და არანაირი გზის გადაკეტვის პროცესშიც არ იყო ეს ადამიანი ჩართული, მაგრამ იმისი თქმა მინდა, რომ აი ესეთ უზუსტობა რადგან არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი მთლად გამართული სამართალდამცავ სისტემაში არ არის. ამიტომ პირველი რაც მე მინდა ვურჩიო ამ ადამიანებს, აუცილებლად სადავოდ გახადონ, საერთოდ არიან თუ არა თავად ამ ფოტოებზე აღბეჭდილი და ყველა ადამიანმა მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვოს აი ამ პროცესის შესწავლა, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალი არის ეს პროცესი, საიდან ადგენენ ამ ადამიანების ვინაობას. მეორე, ჩვენ ასევე შევხვდა საქმეები, სადაც ეს ჩანაწერები გაკეთებული იყო, ეხლა დავასრულებ, გაკეთებული იყო არა წყარო არ დგინდება. ანუ შეიძლება ამ მასაში დადიან ადამიანები, რომლებიც აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს აკეთებენ, ამიტომ აქციის ყველა მონაწილე იყოს ფრთხილად ნებისმიერ უცხო პირთან კომუნიკაციის დროს, იმიტომ რომ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს როგორც ჩანს ხალხში ხელისუფლების დავალებით აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ არასამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველა ბერკეტი, ყველა დისკომფორტი აუცილებლად უნდა შეექმნას. მადლობა ძალიან დიდი. ლონდა თოლორაია, კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი და ბექა ბერიძიშვილი, ლაზარის ბიჭი და აქტივისტი. მადლობა ჩვენს სტუმრებს, მადლობა ჩვენს მაყურებელს, ხვალამდე გემშვიდობებით.